და დღის სხვა სიახლეები ქრისტიან დემოკრატები პარლამენტში გახმაურებული მკვლელობების საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. არგუმენტად ინიციატორებს ახალი გარემოებები მოჰყავთ, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლევების შედეგად აღმოაჩინეს. გაერთიანების წევრების თქმით, კომისიამ ყველა მკვლელობის მიზეზი უნდა დაადგინოს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ან თანამშრომლები ფიგურირებენ. თარგამაძის ფრაქციის მოთხოვნას მმართველი გუნდი უსაფუძვლოს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ბოლო პერიოდში პოლიციის მიმართ მოსახლეობის ნდობა მკვეთრად ამაღლებულია. პარლამენტს უпроსტოდ ამ უმრავლესობას, როგორც წინა პარლამენტში, ასევე ამ პარლამენტში აჟრჟოლებს ტერმინის საგამოძიებოს ხსენება. რამდენი კომისია შეიქმნა, ყველას დროებითი დაარქვით. 3 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა დაკავებული ისე, რომ მის მიმართ ბრალი არ იყო წარდგენილი. ანუ გამოძიება ვერ შეჯერდა ბრალის ფორმულირებაზე. შმაგი აფრაზიძის მიმართ, დიახ, იმ აფრაზიძის მიმართ, რომლის თაობაზეც მოგახსენებდით, რომ არანაირი სამხილი არ არსებობს. თუ არ მოგწონთ თქვენ ოჯახაშენებულებო ის დრო და მაშინ იყო ბნელეთი და უკუნი, გეუბნებით, რომ ახლა აშენეთ მაშინ უკეთეს სახელმწიფო. ახლა დაამყარეთ დემოკრატიული პრინციპების უზენაესობა. თქვენ საუბრობთ მხოლოდ ჯერ გახმაურებულ საკითხებზე, შემდეგ ახალი ტერმინი შემოვიდა საჩოთირო საკითხები. მაშინ რა დააშავა სხვა ადამიანებმა, რომლებიც ასევე მსხვერპლი გახდნენ სხვადასხვა ტიპის ძალადობის. მათი საკითხების გამოძიება რატო არ გინდათ? ისმის ეს შეკითხვა, ხო, ძალიან ლოგიკურად. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ემსახურება თქვენ პოლიტიკურ ინტერესებს. კომისიის ფუნქცია არ იქნება არაფრის გამოვლენა, აქ იქნება მუდმივი მსჯელობა და მუდმივი დავა იმაზე, თლიანად კარგია თუ არა სახელმწიფო, თლიანად კარგია თუ არა სამართალდამცავი უწყებები და კონდეს თუ არა მათ მიმართ ნდობა. და ქრისტიან დემოკრატების კიდევ ერთი მოთხოვნა გიორგი თარგამაძის თანაფრაქციელების საქალაქო სასამართლოს 3 მოსამართლის დასჯასაც ითხოვენ. მიზეზი 23 ნოემბერს პარლამენტთან გამართული აქცია, რა დროსაც ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტები აიყვანეს. თარგამაძის გაერთიანებაში ამტკიცებენ, რომ მიტინგის ორგანიზატორებს კანონი არ დაურღვევიათ, თუმცა მოსამართლეებმა ეჭვმიტანელებს 500 ლარიანი ჯარიმა მაინც დააკისრეს. ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანების მოთხოვნას უმრავლესობა არ იზიარებს. მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, შეიძლება ამას დავარქვათ, ასე ვთქვათ, სასწაული უკანასკნელი პერიოდის სასამართლოს ძალიან მანკიერ პრაქტიკაში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ, კერძოდ ორმა მოსამართლემ, ონიანმა და სულაკაძემ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფოს მიმართ, ანუ გაამტყუნა სახელმწიფო და გაამართლა აფხაზეთის ომის გმირი დიმიტრი გრიტიშვილი, სერგი მეთოფიშვილი, გიორგი ტყავაძე ამ 3 მოსამართლემ 3 ადამიანს რაღაცა გაუგებარი, გაურკვეველი და სრულიად ყურით მოთრეული ბრალდების გამო თითქოს მათ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას, მიუსაჯა 500 ლარიანი ჯარიმები. ყველამ ჩვენი თავი ჩავაყენოთ გარკვეულ ჩარჩოებში, როდესაც საუბარი არის სასამართლოზე. ის თუ რომელი მოსამართლე უნდა იყოს და რომელი არ უნდა იყოს სასამართლო სისტემაში, არც თქვენი გადასაწყვეტია, არც ჩემი და არც არავის სხვისი. ამისთვის არსებობს სასამართლო სისტემა და სასამართლოს დამოუკიდებლობას ზუსტად ერთნაირად არღვევს უმცირესობის ლიდერის ან უმრავლესობის ლიდერის მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ რომელიღაც მოსამართლე უნდა იყოს ან არ უნდა იყოს მოსამართლე. თქვენი გადასაწყვეტი და ჩვენი გადასაწყვეტი რაოდენობის ჯარიმა იქნებოდა, ეს ნამდვილად არ არის. არსებობენ ზემდგომი ინსტანციები, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ამ ინსტანციებში და ასე შემდეგ. ყველაფერი მივანდოთ მართლმსაჯულებას და სასამართლო სისტემას. როდესაც ვსაუბრობთ რაღაც პრობლემის გამოსწორებაზე, კიდევ ერთხელ ვიძახი, წარმოადგენთ კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული იდეები. არც ერთი იდეა ამასთან დაკავშირებით თქვენ არ გითქვიათ სასამართლოსთან დაკავშირებით და არც მონაწილეობთ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანია.